ღამემშვიდობისა პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი. მე ვარ ჟურნალისტი ნინო რატიშვილი და თქვენ უსმენთ და უყურებთ ღამის სტუდიას. და ჩვენი სტუმარია დღეს მე პირდაპირ წარვადგენ ჩვენ სტუმარს ქალბატონი ნინო ბურჯანაძე. ღამემშვიდობისა ქალბატონი ნინო. გამარჯობა. დიდი ხანი არ გამოჩენილ ხარ ჩვენთან, ისე რომ ამ სტუდიაში პირველად ხარ და არა და უკვე ერთ თვეზე მეტია ამ სტუდიაში. გილოცავთ ახალ სტუდიას და წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა. და საერთოდ ქალბატონი ნინო, თქვენ პერიოდულად რაღაც გარკვეულ პაუზებს აკეთებთ, იცით, რაღაც აჩერებთ თქვენს აქტიურობას და თითქოს რაღაცას ელოდებით და გარკვეული დროის შემდეგ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გამოჩნდეთ ხოლმე მედიაში. რა განაპირობებს აი იმ პერიოდში სათქმელი არა გაქვთ თუ რაღაცას ელოდებით და ეხლა რა ეტაპზე ხართ? ისევ უნდა გაგრძელდეს ეს პაუზები თქვენი მხრიდან თუ უკვე აქტიურად იქნებით მედიის სტუმარი და მეგობარი როგორც ყოველთვის? მედიის მეგობრად მე ყოველთვის რჩები აქტიური ვარ თუ პასიური და მინდა რომ ნამდვილად საქართველოში მედიის განვითარებას მაქსიმალურად შეეწყოს ხელი და დამოუკიდებლობას და ნებისმიერი მცდელობა კონტროლის იყოს აღკვეთილი ძირშივე ან ცენზურის. რაც შეეხება პაუზებს, თქვენ მართალი ბრძანდებით, მართლაც აი ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში ეს მეორე შემთხვევაა პაუზის აღების. ერთი იყო შარშან, როდესაც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, დიახ, როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ უპირველეს ყოვლისა მივესალმეთ 1 ოქტომბრის შედეგებს და იმ გარდატეხას, რომელიც მოხდა და რომელსაც კიდევ უფრო მეტად ველოდით. რამდენად გამართლდა ეს უკვე სხვა საკითხია, მაგრამ ამავდროულად ვთქვით, რომ ეხლა მოვიდა ახალი ხელისუფლება, რომელსაც უნდა მივცეთ დრო, რომ დაახლოებით 3 თვე მაინც, რომ მათ შეძლონ მშვიდად, ესე ვთქვათ, კრიტიკის და ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე თავად დაალაგონ თავიანთი სამომავლო გეგმები. პრაქტიკულად 1-2 პრესკონფერენცია მქონდა, სადაც იყო მხოლოდ და მხოლოდ კეთილისურვილი და მითითება იმ ხარვეზზე, რომელსაც მე მაშინ ვხედავდი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეხლა მაინც ადამიანს თავი მოიკლეს ამ ხარვეზის გამოსწორებით. რაც შეეხება მეორე პაუზას, ეს ნამდვილად იყო უკვე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და ესეც ვფიქრობ, რომ ბუნებრივი იყო ჩემის მხრიდან, იმიტომ რომ ხა ვერ ვიტყოდი, რომ ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, ხო, დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ ნუ 100-ია თუ ისეა ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ყავს და შესაბამისად მე ჩავთვალე, რომ 3 თვის განმავლობაში საზოგადოებას უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა. ხო, ნუ ფაქტურად გავიდა კიდეც უკვე 3 თვე, რომ ამ 3 თვის განმავლობაში ზოგადად მიღებული წესია მსოფლიო პოლიტიკაში 100 დღე, 3 თვე რაღაც ესე ვთქვათ, ახალი ხელისუფლებისათვის მიცემის, რომ საზოგადოება გარკვეულიყო, რა მოხდა, როგორი არჩევნები ჩატარდა, რა შედეგი მივიღეთ ჩვენ ამ არჩევნების შედეგად, ან რას უნდა ველოდოთ და შესაბამისად ბუნებრივია ჩემთვისაც საინტერესო იყო რა ნაბიჯებს დავინახავდი საქართველოს ახალი პრეზიდენტის მხრიდან. კრიტიკისგან თავ შევიკავებდი, არა, მე ვერ დავინახე, შეიძლება მე ესე ვთქვათ რაღაც გამომრჩა, მაგრამ მე საერთოდ არ მაქვს განცდა, რომ ქვეყანას პრეზიდენტი ყავს. მე ვერ ვხედავ ვერც ერთ ნაბიჯს, ვერც ერთ ინიციატივას, ეხლა განცხადებები მხოლოდ ესე ვთქვათ სამძიმრის დეპეშებით, როცა შემოიფარგლება, როცა სადმე რაიმე მოხდება და ან ეპიზოდური გამოჩენით ეკრანზე, როდესაც ჩვენ დამოუკიდებელ ასრს პრაქტიკულად სამწუხაროდ ვერ ვხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ამ ადამიანს ნამდვილად აქვს რესურსი დამოუკიდებლად აზროვნების, ეს ძალიან სამწუხაროა და ამის მაგალითი იყო თუნდაც თანაგუნდელი იყო. დიახ, და ამიტომ ამბობ, რომ მე ვიცი, რომ მას ნამდვილად აქვს დამოუკიდებელი აზროვნების რესურსი, მაგრამ მე დღეს ვერ ვხედავ ვერც ერთ დამოუკიდებელ განცხადებას, ვერც ერთ ნაბიჯს, ანუ პრაქტიკულად რამდენი გავიდა, ხო, მე-4 თვე არის უკვე და პრეზიდენტის მხრიდან არ ყოფილა არც ერთი სერიოზული შეიძლება ითქვას. სერიოზული ან ნაკლებ სერიოზული ინიციატივა ან ნაბიჯი. ეხლა ჩვენ ძალიან ინტენსიურად ამ ხნის განმავლობაში მუშაობდით პარტიული სტრუქტურების გადალაგების თვალსაზრისით, იმიტომ რომ იცით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოდის, ბუნებრივია ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ არჩევნებში აქტიური მონაწილეობა. თქვენ კარგად იცით, რომ მიუხედავად საოცარი წნეხისა და აბსოლუტურად არათანაბარი გარემოსა და ყველა იმ манипуляციებისა და შანტაჟისა, რაც იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მაინც შესაძლებელი გახდა, რომ არანაკლებ 10%-ისა დაფიქსირებული იყო, თუმცა რეალური პროცენტი ნამდვილად გაცილებით მეტი იყო, მაგრამ ეხლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.
თუმცა აქვე ვიტყოდი ნინო გამიგრძელდა, მაგრამ მაინც რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ მინიმალური გარემო საარჩევნო არსებობდეს იმისათვის რომ ოდნავ მაინც კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. კითხვა სწორედ ამასთან დაკავშირებით არის. კაბატონო ნინო, თქვენ ახსენეთ რომ არჩევნები არ ჩატარდა და დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტი. გარემო არ შეიცვალა, კოდექსი არ შეიცვალა, თუმცა არის პროცენტები 33 და 40. როგორ ფიქრობთ, აი ასეთ პირობებში დარწმუნებული ხართ, რომ აზრი აქვს მიიღოთ მონაწილეობა. თუმცა ყველა ვარიანტში ალბათ უნდა მიიღოთ მონაწილეობა, მაგრამ გამარჯვების რა შანსებზე გვაქვს საუბარი? ვინაიდან გაქვთ არა, გამარჯვებაზე პირდაპირ გეტყვით არ ვსაუბრობ, არა, იმიტომ რომ გამარჯვებისთვის არ ვიბრძოლებთ, უბრალოდ იმდენად უთანასწოროა გარემო. ეხლა ერთიც უნდა ვთქვათ, რომ ობიექტურად გარკვეული ნაწილი მოსახლეობის, არც თუ მცირე ნაწილი, ჯერ კიდევ საქართველოს ოცნებას ნამდვილად უჭერს მხარს და ჯერ კიდევ სერიოზულად მუშაობს ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. ამიტომ ეს ფორა გარკვეულწილად არა, ქართულ ოცნებას ნამდვილად აქვს. გარდა ამისა არის უზარმაზარი ფინანსური რესურსი, რომელიც აქვს ქართულ ოცნებას, მედია რესურსი, რომელიც ასევე აქვს, ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც აქვს და რომელსაც იყენებს და არ ვიცი, ხა შეიძლება კვლავ გამოვიდეს ბიძინა ივანიშვილი ამჯერად უკვე სამოქალაქო სექტორიდან და კვლავ განუცხადოს საქართველოს მოსახლეობას, რომ აღარ დაეხმარება ქართველებს თუ არა ირჩევენ ნარბანიას თბილისის მერად და ადგილებზე ქართული ოცნების წარმომადგენლებს. ეს ცუდი იყო ძალიან. მე ამას ნამდვილად არ ვამბობ, არც სარკაზმით, არც ირონიით, იმიტომ რომ ის რომ თავად ბიძინა ივანიშვილისთვის იყო ცუდი, ეს ერთი ფაქტია, მაგრამ ის რომ ქვეყნისთვის იყო ზოგადად ცუდი და ეს არ იყო ის განცხადება და ის ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას, თქვათ, ისეთი ქვეყნის ასაშენებლად, რომლის აშენებასაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი გვპირდებოდა და ეხლაც გვპირდება. მაგალითად, ნინო ბურჯანაძე რომ გამختارიყო საქართველოს პრეზიდენტი, თუნდაც აი ოლიმპიადასთან დაკავშირებით, რუსეთთან დაკავშირებით დღეს ჩვენ ყველა მოვუსმინეთ პუტინის განცხადებას და შემდეგ ისეთი არაერთგვაროვანი მოყვა უკვე კომენტარები. არაადეკვატური, მოდი ვთქვათ. არ მინდოდა ესე გამწვავებულად გარკვეულწილად გეთანხმებით, არაადეკვატური კომენტარები მოყვა ყოველივე ამას. ქალბატონო ნინო, თქვენ პრეზიდენტი რო გამختارიყავით, როგორ მოიქცეოდით, წახვიდოდით ოლიმპიადაზე, შეხვდებოდით პუტინს და აი ეს გუნდურობის პრინციპი დაირღვევოდა თუ არა და სწორედ ამან ხო არ განაპირობა, რომ ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რათა მარგველაშვილი გამختارიყო პრეზიდენტი. იმიტომ რომ ნინო ბურჯანაძე უკვე საქართველოს პრეზიდენტი რაღაცა ინგრეოდა, იშლებოდა. ხო, ნინო ბურჯანაძეს შენჭკუაზე ვერ მართავდი, ეგ ნამდვილად ეგრეა. და ეს არა მარტო მე ვიცი და თქვენ, არამედ რა თქმა უნდა ეს იცით. და რატომ უნდა მართოს ვინმე თავის შკუაზე საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც არის საყოველთაო სახალხო გზით არჩეული? და რომელსაც ძალზე შეკვეცილი აქვს უფლებები. არ აქვს ამას მნიშვნელობა, პიროვნებას აქვს მნიშვნელობა და ის უფლებებიც რაც აქვს პრეზიდენტს სრულიად საკმარისია იმისათვის რომ გარღვევა მომხდარიყო. გამიჭირდებოდა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამის გაკეთება, მაგრამ ძალიან ბევრ რამეს გავაკეთებდი და გარწმუნებდი, როგორც მინიმუმ დღეს საქართველოში არ ექნებოდა არავის განცდა იმისა, რომ ქვეყანას პრეზიდენტი არ ყავს. და საერთაშორისო არენაზე ეცოდინებოდათ გვარი ნამდვილად, ესე ვთქვათ, ვინ არის საქართველოს პრეზიდენტი. მე გეტყვით, ნინო, იცით რაშია საქმე? ოლიმპიადის თემა იქცა, ესე ვთქვათ, ნომერ პირველ თემად ქართულ მედიაში. ჯერ დაწყებული იქედან უნდა წავიდეთ თუ არ უნდა წავიდეთ თუ როგორ უნდა მოვიქცეთ და ეხლა ესე ვთქვათ, ქართული მედია გატაცებულია იმ ხარვეზების ჩვენებით, რაც არის ან არ არის ოლიმპიადაზე. ამას არ აქვს მნიშვნელობა, ეს არ არის ჩვენი ქვეყნისათვის ნომერ მთავარი თემა. რაც არ უნდა ხარვეზით ჩაატაროს რუსეთმა ოლიმპიადა, მას საკმარისი ძალა აქვს იმისათვის, რომ სოფლიოში ნომერ პირველი გავლენის სახელმწიფო იყოს და აი ბოლო პერიოდის მაგალითი თუნდაც როცა 2 კვირის წინ დაახლოებით პუტინი გამოცხადდა მსოფლიოს 100 წამყვანი სააგენტოში ჩატარდა რეიტინგული გამოკვლევა და ამ 100 სააგენტომ, მათ შორის CNN-მა, BBC-მ, Reuters-მა, France Press-მა და ასე შემდეგ პუტინი დაასახელა მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ადამიანად. ამიტომ ძალიან დიდი ბოდიში ახლა ტუალეტს კარებს გაუკეთებენ თუ არ გაუკეთებენ. სოჭის რომელიმე სასტუმროში მეორე კი არა 100,000 ხარისხოვანია და არანაირად არ მაინტერესებს. მე ვიცი რომ ამ ქვეყანას შეუძლია
პოზიტიური როლიც ითამაშოს ჩემი ქვეყნის ისტორიაში და შეუძლია კატასტროფული და ტრაგიკული როლიც ითამაშოს ჩემი ქვეყნის ისტორიაში, რაც არაერთხელ გვიწვნევია. რაც შეეხება თავად ოლიმპიადას, იცით რა, მე ვთვლი რომ იყო ქართული დიპლომატიის კრახი, ის რომ ჩვენ ბოლო წუთამდე არ ვიცოდით, არის თუ არა მიწვეული ოფიციალურად დაუშვათ სამხრეთ ოსეთის, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ლიდერები იქნებიან თუ არ იქნებიან. კრახია დიპლომატიური და საგარეო პოლიტიკური ის რომ ჩვენ წავედით ოლიმპიადაზე, უნდა წავსულიყავით სპორტსმენები, მაგრამ წავედით ისე რომ ამის სანაცვლოდ პრაქტიკულად ჩვენ არაფერი არ მიგვიღია. ანუ დღეს უბრალოდ ნამდვილად ძალიან ესე ვთქვათ კორექტული და ზრდილობიანი კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა და მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს და ქართველ სპორტსმენებს ჩასვლისათვის, მაგრამ ამის იქეთ, იმიტომ რომ ჩვენ არ გვიმუშავია, ნინო, ჩვენ არ გვიმუშავია არავის. შეიძლებოდა ამის გამოყენება თუ არა? რა თქმა უნდა, ეხა ყველაფერი საერთაშორისო არენაზე არის, ესე ვთქვათ, მოლაპარაკების საგანი. შეიძლებოდა ბუნებრივია ამ თემასთან დაკავ. თუნდაც ეს თემა გამოგვეყენებია ორმხრივი დიალოგის სერიოზულად დასაწყებად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და დღევანდელი კომენტარები, რომელიც მე მოვისმინე, ხა ნაციონალური მოძრაობისაგან ნამდვილად არ მიკვირს, მაგრამ როდესაც კეთდება კომენტარი რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან, ამბობს, ესე ვთქვათ, იმას, რაც მან დღეს თქვა, აცხადებს მზაობას უკვე მეორედ, ხო, იმასთან დაკავშირებით, რომ შედგეს უმაღლეს პირთან ან პირებთან შეხვედრა და აქედან ისმის პასუხი, რომ აი თუ ეს შეხვედრა იქნება საქართველოსათვის შედეგის მომტანი და თუ ეს შეხვედრა როგორი იქნება ეს შეხვედრა? ეს არის დამოკიდებული იმ ადამიანზე, ვინც ამ შეხვედრაზე წავა. ეს არ არის დამოკიდებული მარტო იმ ადამიანზე, ვინც ხვდება ამ შეხვედრაზე. თუ ხარ ძლიერი, თუ შეგიძლია შენი ქვეყნის ინტერესების დაცვა, წადი და შეხვედრა გადააქციე შენი ქვეყნისათვის წარმატების მომტანად. ეხა ბუნებრივია არავინ არ ელოდება იმას, რომ პირველი შეხვედრისთანავე აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემები ან რომელიმე სხვა პრობლემა მოგვარებული იქნება, მაგრამ თუ ხარ ძლიერი, თუ შეგიძლია, ეს შეხვედრა ყველა შემთხვევაში იქნება პოზიტივის მომტანი. და ესეთი წინაპირობების სარო თუ ასეთი ეხა რა ქნას პუტინმა დედა დაიფიცოს, მამა დაიფიცოს, რომ პოზიტივის მომტანი იქნება საქართველოსთვის ეს შეხვედრა? აი უბრალოდ იცით აბსურდია ის რაც ჩვენ საგარეო პოლიტიკაში ხდება ეს ძალიან შორს არის პროფესიონალიზმისაგან ძალიან შორს არის იმისაგან რასაც პოლიტიკოსობა ჰქვია და მე ეს ძალიან მაწუხებს ნამდვილად შემიძლია გითხრათ. ქალბატონინო დღეს გაჟღერდა რომ აი ამერიკელმა სენატორებმა მოითხოვეს რომ საქართველოს დაუახლოვდეს ნატოს და ასე შემდეგ რიტორიკა გრძელდება იგივე რიტორიკა რაც გვესმოდა ამდენი წლის განმავლობაში. როგორ ფიქრობთ რეალური ნაბიჯები გადადგმულია ამისკენ, ანუ ჩვენ უნდა ველოდოთ უკვე აუცილებლად მაპს და შემდეგ გაწევრიანებას თუ ეს ნატო ისევ რაღაცა პროცესებისგან, რაღაც პრობლემებისგან გადატანის მეთოდია, მექანიზმია ერთგვარი, რაც ხორციელდებოდა ამ 9 წლის განმავლობაში. ძალიან კარგია ნინო, რომ ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები ჩვენს საგარეო პოლიტიკას მხარს, ესე ვთქვათ, ჩვენს სუვერენიტეტს მხარს უჭერენ. ძალიან კარგია, რომ საგარეო პოლიტიკურ არენაზე ისინი აფიქსირებენ მათ მხარდაჭერას დაუშვათ საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მაგრამ ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ რა ხდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი განცხადება კეთდება ნატოზე, რასმუსენმა კვლავ ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ 2014 წელსაც საქართველოსათვის ნატოს კარი ღია იქნება. ეს ჩვენ უკვე ძალიან დიდი ხანია გვესმის თავისთავად. ხო, თავისთავად ძალიან კარგია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ უნდა ძალიან მკაფიოდ ვკითხოთ იგივე, თქვათ, ჩვენს ამერიკელ მეგობრებს. რომ კარგით, ძალიან კარგი რომ თქვენ მხარს უჭერთ ჩვენს ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ როდის იქნება ეს გაწევრიანება, რამდენად რეალისტურია და რა ხდება ამ დროს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ კარგია ნატოს წევრობა, კარგია ევროკავშირის წევრობა და მე ამის მომხრე ვიყავი ყოველთვის და ყოველთვის ვიქნებოდი ამის მომხრე, რომ არ მომხდარიყო ის, რაც მოხდა 2008 წელს და რაც მოახდინა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა, როდესაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა კიდევ უფრო დაირღვა, როცა ჩვენ მივიღეთ დე-ფაქტო ის სიტუაცია, რომელიც დღეს გვაქვს, რომელიც პრაქტიკულად გამორიცხავს საქართველოს მხოლოდ აფხაზეთის აი ვითარებაში ყოფნა არ იყო ესეთი პრობლემა დაემატა არა, იცით რაშია ნინო საქმე იმაშია, რომ კი ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით მაშინაც
აფხაზეთს და სამაჩაბლოს, თუმცა განუზომლად სხვა ვითარება იყო როგორც ერთი მიმართულებით, ასევე მით უფრო ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით და მაშინ არ იყო ეს აღიარებული, მაშინაც რთული იყო. სხვათა შორის ჩვენ გაუშვით თავის დროზე ნატოში გაწევრიანების შანსი, როცა ბალტიისპირეთის სახელმწიფოები შევიდნენ ნატოში. ეს მარტო ჩვენი ბრალი არ არის, ეს იგივე ესე ვთქვათ დასავლეთის მაშინდელი გაუბედავი ან მოზომილი პოზიციის გამოცმო. და ვინ იყო მაშინ საქართველოს ხელისუფლებაში? არა, მაშინ საქართველოს ხელისუფლებას შევარდნაძე იყო, მაგრამ უკვე აფხაზეთის და ესე ვთქვათ ოსეთის პრობლემაც არსებობდა. უკვე სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ ჩვენ მაშინ არ აღმოჩნდით ამ რიგებში, რომელიც ნატოს წევრი სახელმწიფოების იყო რაიმე შანსი, რომ ჩვენ აღმოჩენილიყავით მაშინ. ნუ ეხა ძნელია ამაზე ლაპარაკი, ნუ ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ ეს შანსი გამოყენებული არ იქნა, მაგრამ 2008 წლის შემდეგ ვითარება კატეგორიულად შეიცვალა, როდესაც აფხაზეთი და ოსეთი არის აღიარებული, როდესაც ამ ტერიტორიებზე არის განლაგებული უკვე არა რუსული სამშვიდობო ძალები, არამედ რუსული სამხედრო ბაზები და სამხედრო კონტინგენტი, დღეს ახლა ლაპარაკი იმაზე უბრალოდ არასერიოზულია, რომ ნატოში საქართველო გაწევრიანდება აფხაზეთის და სამაჩაბლოს ჩათვლით, როცა იქ რუსული ჯარები დგანან, ნუ ხა ვის ვატყუებთ მართლა? და ეს საოცარია, მართლა ვის ვატყუებთ, საკუთარ თავს იტყუებთ ჩვენი ხელისუფლება. რასტორია, მე უცხოელებთან თვითონ ვიტყუებთ საკუთარ შეკითხვებს და მე ვერ მეუბნებიან ისინი ფორმულას, როგორ შეიძლება ერთდროულად გავხდეთ ნატოს წევრიც, ამავდროულად დავალაგოთ ურთიერთობა რუსეთთანაც და აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემა მოვაგვაროთ. მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ვინმე გვითხრას უბრალოდ ასეთი ფორმულა. ასოცირების ხელშეკრულება თქო რომ დღეს პრეზიდენტი ყოფილიყავით, დარწმუნებული ვარ, შალახოს და კინტაურს იქ არ დაუკრავდნენ ალბათ ქალბატონი. შემთხვევაში ვეცდებოდი რომ ესეთი რამ არ მოხდარიყო. გაგეკონტროლებინათ. ქალბატონინო, ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით არის ბუნდოვანება. არავინ არაფერი ვიცით მხოლოდ ის რომ ძალზე კმაყოფილია ქალბატონი ფანჩიკიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი. ნუ იმდენად კმაყოფილია რომ იტირა კიდეც და ხშირად მithქვამს მე რომ ხო შეიძლება ჩვენს გვატიროს, იმიტომ რომ ერთად ვიტიროთ თუ რაღაცა სასიხარულოდ გვაქვს სატირელი. თქვენ თუ ხართ საქმის კურსში, რაზე ვაწერთ ხელს და აი სულ რატომღაც ჩვენი სახელმწიფო არის სულ რაღაც თხოვნის, ხვეწნის და არასაკუთარი სულ ასე ვიქნებით, ვიდრე ჩვენს ინტერესებს კი არ ვიცავთ, ჩვენ თავაზობთ ჩვენ საკუთარ რესურსს, ჩვენ სახელმწიფოს, რომ რაღაცა სხვა სახელმწიფოს, რაც არ უნდა ჩვენი მეგობარი და პარტნიორი იყოს, მათი ინტერესების გარანტიებისთვის და თქვენ თუ ხართ საქმის კურსში, რას უნდა ველოდოთ? ძალიან საინტერესოა, რომ ეს ხელშეკრულება ჯერ ერთი ნათარგმნი არ არის და ნებისმიერ თხოვნაზე, რომლითაც მივმართეთ ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ გადმოგცენ ეს დოკუმენტი, ჯერ იყო საუბარი იმაზე, რომ დოკუმენტი ითარგმნება, გითხრეს, რომ ძალიან დიდია და თქვენ არ გესმით, თუმცა გვესმის, მაგრამ როცა სახელმწიფო ხელს აწერს რაიმეს ან მიდის მოლაპარაკების პროცესი, აუცილებელია, რომ დოკუმენტი სახელმწიფო ენაზე არსებობდეს. ახლა მე არ ამგონია, რომ ყველა უწყებაში, ყველა ასე ვთქვათ, შესაბამისი პირი ისე კარგად ფლობს ინგლისურს, რომ დეტალებში შეუძლია გაერკვეს ამ ხელშეკრულებაში და ასეც რომ იყოს, მაინც უნდა არსებობდეს სახელმწიფო ენაზე თუ ჩვენ სახელმწიფო ვართ დოკუმენტი. მე გითხრეს, რომ ეს დოკუმენტი საერთოდ დახურულია და არ იქნება გამოქვეყნებული, სანამ ხელი არ მოეწერება და ასე შემდეგ. მე ვიცი, რომ იმ დოკუმენტში ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები არსებობს, იმიტომ რომ უბრალოდ რომ არ ვიცოდე, მაინც მეცოდინება, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ იმდენად არაკომპეტენტურია ჩვენი ხელისუფლება ძალიან ხშირ შემთხვევაში და იმდენად ვერ ახერხებს სახელმწიფო ინტერესების დაცვას, რომ ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ხარვეზი იქნება აღნიშნულ დოკუმენტში. ეხლა ერთიც არის, ნინო, კარგია ასოცირებული ხელშეკრულების ხელმოწერა, მე ამას მივესალმები, მაგრამ ეს არ არის ის, რასაც ხალხს ეუბნებიან. ტყუილია, რომ ჩვენ ამ ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე გვექნება უვიზო რეჟიმი და ჩვენ იქ აფხაზებს და ოსებს შევთავაზებთ, რომ პარიზში და რომში ჩვენთან ერთად იმოგზაურონ უვიზოთ, ეს არის ტყუილი. ტყუილია ის, რომ ერთბაშად ბაზარი გაიხსნება ევროპაში, ეს არის ელემენტარული ტყუილი, იმიტომ რომ აი ნახეთ რა ხდება ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში, რა ხდება სხვა სახელმწიფოებში, რომლებიც ახალი წევრები არიან ევროკავშირის, მათი პროდუქციის შეტანა ევროკავშირის ბაზარზე არის ძალიან რთული, იმიტომ რომ ევროკავშირში არის ძალიან მაღალი სტანდარტები და ამ მაღალ სტანდარტებს მე არც კი ვიცი საქართველოში სიმართლე გითხრათ, ალბათ 1-2 გამონაკლისის გარდა რომელიმე საწარმო, აი ძირითადად პროდუქტებზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ჩვენ არაფერი განსაკუთრებელი გასატანი არ აქვს. კონკრეტული სტანდარტები. რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული სტანდარტებია, რომელსაც დარწმუნებული ვარ საქართველოში წარმოებული პროდუქციის 95% საუკეთესო შემთხვევაში თუ 98 არა, ნამდვილად არ აკმაყოფილებს.
ესე რომ ეს არ არის ესე რომ ევროკავშირის ასოცირებულ ხელშეკრულებას ჩვენ ხელს მოვაწერთ და უცებ მთელი საქართველო აყვავდება და ბედნიერი იქნება. სამწუხაროდ ეს ასე არ არის, თორემ ეს ძალიან გამეხარდებოდა. ესე რომ დავანებოთ ადამიანების მოტყუებას თავი და დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. მე შემიძლია ერთი რამე ვთქვა, საქართველოს არ აქვს დამოუკიდებელი სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი უკვე კარგა ხანია. ეს არის საგარეო პოლიტიკა. საქართველოს არ აქვს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა. ჩვენ მოქმედებთ ცხვისი შედგენილი დღის წესრიგით. როგორც ქართული ოცნება მოქმედებს სულ ესე ვთქვათ თვეების და წელიწადნახევრის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის შედგენილი დღის წესრიგით, ჩვენ ვერ დავინახეთ ვერც ერთი საკითხი, რომელიც წამოწია ქართულმა ოცნებამ, ნაციონალური მოძრაობა რაღაც საკითხს წამოწევს და მერე ქართული ოცნება არის მუდმივად თავდაცვის და თავის მართლების რეჟიმში და ესე ვთქვათ ნერვებს გვაწყვეტს ყველას ქართული ოცნების ოპონენტებსაც, მაგრამ ყველა იმ ადამიანს, ვინც ესე ვთქვათ ვერანაირად ვერ ეგუება იმას, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ თუნდაც რიტორიკის დონეზე შეიძლება მოუგოს ქართულ ოცნებას. არამედ ამას ჩვენ ხედავთ პრაქტიკულად ყოველდღიურად, როცა რეალურად კამათში ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებას უგებს. რომ არ იცოდე ნაციონალური მოძრაობა ვინ არის და რა არის და რას წარმოადგენენ სინამდვილეში, თვალდახუჭული მათ მისცემ ხმას. კიდევ კარგი რომ მეხსიერება არ გვღალატობს, გვაქვს ეს მეხსიერება და გვახსოვს ეს ადამიანები დღეს რასაც ლაპარაკობენ, სინამდვილეში გუშინ რას და გუშინ წინ რას აკეთებენ და რას გააკეთებენ, კიდე ხვალ თუ მობრუნდებიან. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ ასევე როგორც არა გვაქვს საშინაო პოლიტიკა, ჩვენ ასევე არა გვაქვს საგარეო პოლიტიკა, მუდმივად მოქმედებთ, აი ერთი ინიციატივა დამისახელეთ საგარეო არენაზე. ან პრეზიდენტის, ან პრემიერ-მინისტრის, ან საგარეო საქმეთა მინისტრის, ან რა ვიცი, დანარჩენი მინისტრების, არც ერთი სულ არიან მოპასუხის რეჟიმში, რომ აი რასმუსენმა ეს განცხადება გააკეთა, რა კარგია, კონგრესმენებმა ეს წერილი გააგზავნეს, რა კარგია, შენ რა გააკეთე? რომელი ახალი ინიციატივით გამოხვედი, რა ახალი ნაბიჯი გადადგი, ნუ თუ წელიწადნახევარი საკმარისი არ იყო იმისათვის, რომ ქვეყნისათვის ყველაზე უფრო მტკივნეული საკითხები აფხაზეთის და სამაჩაბლოს საკითხებში ერთი მცირე ინიციატივა მაინც გაგეჟღერებია. ქალბატონ ნინო, წელიწადნახევარი გავიდა, როგორ ფიქრობთ, აი როგორ შეაფასებთ, ნუ თუ არაფერი არ არის პოზიტიური, რაც ხელისუფლება არა, როგორ არ არის, ნინო, რა თქმა უნდა არის პოზიტიური უდაოდ არის და მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, რომელიც მხოლოდ შავ-თეთრი ფერებით ხედავს პოლიტიკურ ცხოვრებას. 1 ოქტომბერს ძალიან დიდი გარდატეხა მოხდა, ნამდვილად აღარ არის ის შიში და ტერორი ქვეყანაში, რომელიც იყო და ადამიანურად ძალიან ბევრმა ადამიანმა კი არა, პრაქტიკულად ხელმა საქართველომ ამოისუნთქა, მათ შორის მეც და ჩემმა ოჯახმაც, იმიტომ რომ მე აღარა ვარ იმ რეჟიმში, როცა თუ ჩემი შვილი ქუჩაში გავიდო და ყოველ ნახევარსაათში უნდა ტელეფონზე ყოფილიყავი, რომ სადახარაშვები ეპასუხა, ვთქვათ, იგივე ჩემი მეუღლე დაბრუნდა დევნილობიდან, რა ძალიან მძიმე იყო ჩემი ოჯახისათვის, გამოვიდნენ ციხიდან ჩვენი თანამებრძოლები, რომლებიც ესე ვთქვათ, ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილი იყო და ყველა ესე ვთქვათ, ჩემი თანაპარტიელისა და თანაგუნდელისათვის და ხა ეს რეჟიმი, რა თქმა უნდა, აღარ არის ესე ვთქვათ, ქვეყანაში, როცა ადამიანები იყვნენ და ცხოვრობდნენ, იძინებდნენ და იღვიძებდნენ ტერორის ქვეშ. ეს ძალიან კარგია, ნინო, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ხელისუფლებას ესე ვთქვათ, ჩვენ მუდმივად დიფირამბები უმღეროთ, არა? კი, ამაზე მადლობა უკვე მოვიხადეთ. კიდე გადავიხდით ამისთვის მადლობას და ყოველთვის დაუფასებთ ამას ბიძინა ივანიშვილს უპირველეს ყოვლისა, ხა ქართული ოცნება დიდათ ამას ნუ დაიბრალებს, იმიტომ რომ ეს რეალურად ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ნამდვილად. და ქართული ხალხის, იმიტომ კი, 26 მაისის ქართული ხალხის შეუპოვარი ბრძოლის და შემდეგ ამას ესე ვთქვათ, გარდამტეხი როლი ამაში შეიტანა ბიძინა ივანიშვილმა, კარგია, დავუფასებთ ამას, ყოველთვის გავუხსენებთ, მაგრამ ეხა მარტო ამის მადლობის გადახდა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარდეს, არა? როგორც ის არის აბსოლუტურად ბუნებრივი, რომ ადამიანი სუნთქავს და ასე ვთქვათ, სუფთა წყალი უნდა დალიოს და არა გუბურის წყალი. ასევე აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ ჩვენ დღეს ამ გარემოში ვცხოვრობთ და არა იმ ცოცხების გარემოში, რომელშიც გვაცხოვრებდნენ, ესე რომ აქ ხა სამადლობელი კი ბატონო, მაგრამ ხა 100 წელი ამას ნუ გვიძახებენ. ქალბატონ ნინო, თქვენ იყავით სასამართლო პროცესზე გამოძახებული როგორც მოწმე 26 მაისის და შემდეგ ეთერებში ისაუბრეთ უკვე 2008 წლის აპრილთან დაკავშირებითაც. და აი სანამ 2008 წლის აპრილის ძალზე საინტერესო და ჩვენთვის სავალალო და ტრაგიკულ მოვლენებზე დავიწყებდით საუბარს, სანამ 26 მაისზე დავიწყებდით საუბარს,
საუბარს. მე მინდა პატარა ფრაგმენტი შემოგთავაზოთ. ეს არის თქვენი გამოსვლა 2007 წლის 9 ნოემბერს პარლამენტის აუდიტორიის წინაშე, დეპუტატების წინაშე. მე ვთხოვ ოპერატორს რომ მოამზადოს ფირი. ქალბატონ ნინო, მე მინდოდა არჩევნების წინ დამესვა ეს კითხვა თქვენთვის, უბრალოდ ვერ შედგა ჩვენი შეხვედრა ეთერში. თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც ყველაფერს პასუხს ძენს, ანუ არ ჩხუბობს, არ გლანძღავს და აბსოლუტურად რეალურად იღებს დაუშვათ კრიტიკასაც, არაკრიტიკასაც და ყველაფერს თავის სახელს უწოდებს. აი, მაინტერესებს რა კომენტარს გააკეთებდით დღეს 2014 წლის თებერვალში. რა კომენტარიც გავაკეთე ნინო შარშან წინ. მე არაერთხელ მაქვს ამ ფირთან დაკავშირებით ჩემი კომენტარი გაკეთებული. აი ეს თუ შეიძლება, აი ეს პატარა მონაკვეთი, გთხოვთ ჩართოთ ფირი. კოლეგებო, პატიცემულო საზოგადოება, ბუნებრივია მე დღეს ამ ტრიბუნიდან მიმართავ არა მხოლოდ თითოეულ თქვენგანს, არამედ მთელ საქართველოს ჩვენი ქვეყნის მთელს მოსახლეობას. მე მინდა კიდევ ერთხელ თითოეულ ამ ადამიანს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო იმისათვის, რომ ამ ადამიანებმა ძალიან ძიმე ემოციური ფონის მიუხედავად, ძალიან რთული დღეების და მიუხედავად, რომელიც იყო ჩვენს ქვეყანაში, მართლაც შეძლო სწორი ანალიზის გაკეთება, აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ამაში მე დარწმუნებული ვარ, შეინარჩუნა მშვიდობა, შეინარჩუნა სიმშვიდე და მოგვცა შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში მართლაც ძალიან სწრაფად აღდგენილიყო მეტნაკლებად ნორმალური რეჟიმი ცხოვრებისა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ჩვენ შეგვიძლია ხმამაღლა ვთქვათ, რომ ქართული საზოგადოება შედგა და ქართული სახელმწიფო შედგა. კარგად და ყურადღებით ნახეთ და მოისმინეთ ის კადრები, რომელიც იყო, ჩვენ კიდევ ბევრ სხვა მასალას მოგაწვდით და კარგად დაუფიქრდით იმას, რა საფრთხე ელოდა ჩვენს ქვეყანას. ყველაზე დემოკრატიულ, ყველაზე ცივილიზებულ ქვეყანაშიც კი, როდესაც ასეთ მოვლენებს აქვს ადგილი. ვითარება ყოველთვის რთული და ყოველთვის ძიმია. ეს იყო მცდელობა ულტიმატუმისა, ეს იყო მცდელობა ცალკეული პოლიტიკური ძალების მხრიდან ხელიფლების და ქვეყნის დაშანტაჟებისა და ნებით თუ უნებლიეთ ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა ჩართული იმ პროცესებში, რომელსაც ძალიან კონკრეტული გვარი და სახელები მართავდნენ, მხოლობითშიც შეიძლება და მრავლობითშიც შეიძლება ამის თქმა, ძალიან კონკრეტული ქვეყნის ინტერესში შედიოდა ეს და ძალიან კონკრეტული ძალების ინტერესში შედიოდა ის, რომ ქვეყანაში ყოფილიყო არასტაბილურობა და ქვეყანაში ყოფილიყო სერიოზული საფრთხე მომავალი განვითარებისა. არ შემიძლია ხაზი არ გაუსვა იმ გარემოებას და მე ამას სახალხოდ და საჯაროდ ვიტყვი, მე იშვიათად ვამბობ ხოლმე ადამიანებთან დიალოგზე უარს. მაგრამ არიან ადამიანები და არიან პოლიტიკური ძალები, რომლებთანაც მე და ჩემი კოლეგები დიალოგს არ გამართავთ. ესენი არიან ის ადამიანები, ვინც მხილებულნი არიან და ვინც მეჭმიტალნიულნი არიან კონკრეტულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში. ამ ადამიანებთან ჩვენ სალაპარაკო არა. აი ეს ძირითადად ეს 9 წუთიანი გამოსვლა. ქალბატონო ნინო, კონკრეტული სახელმწიფოს კონკრეტული სპეცსამსახური. ანუ ეს არის იგივე რიტორიკა, რითაც თქვენ დაგიპირისპირდათ შემდგომ უკვე 26 მაისს მიხეილ სააკაშვილი, რომელ კონკრეტულ სახელმწიფოს და კონკრეტულ სპეცსამსახურებს გულისხმობდით, ვისთანაც არ შეხვედით დიალოგში, იმიტომ რომ მიგაჩნდათ, რომ ეს ადამიანები არიან აგენტები. ვინ იყო მაშინ აგენტი? ჩვენ მთელი საქართველოს არა, მთელი საქართველო გარეთ იდგა ამაზე არ არის ნინო ლაპარაკი, თქვენ ძალიან კარგად იცით, აქ ყოველთვის არის ლაპარაკი და აქ გამოკვეთილია, ყოველთვის პასუხისმგებლობა გადადის ლიდერებზე და არა იმ ადამიანებზე, რომლებიც მართლა ძალიან გულწრფელად არიან. ეხლა მე არაერთხელ მაქვს ამ ასე ვთქვათ გამოსვლასთან დაკავშირებით ნათქვამი, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩემი სამომავლო კარიერის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ეს გამოსვლა იყო შეცდომა და მე ასე ვთქვათ, არაერთხელ მithქვამს, მაგრამ ვითარება იყო ძალიან რთული და მე
მე ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი ამ გამოსვლის დროს ჩემს პოლიტიკურ კარიერაზე, იმიტომ რომ ქვეყნის უსაფრთხოება მართლაც იდგა საფრთხის ქვეშ. ჩემთვის ბევრჯერ ვთქვამთ, რომ აი თქვენ რომ გადამდგარიყავით 7 ნოემბერს, დიახ, მე რომ გადამდგარიყავი 7 ნოემბერს, შეიძლება ჩემი პოლიტიკური კარიერისთვის ეს ყოფილიყო ძალიან დიდი პლუსი, არა, ვერ იქნებოდა საქართველოსთვის ეს პლუსი, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ 26 მაისი რა გააკეთა სააკაშვილმა და 2007 წლის 7 ნოემბერს სისხლში იქნებოდა ესე ვთქვათ ჩახშობილი ის მანიფესტაცია. არა, კი არ მჯეროდა, მე ზუსტად ვიცოდი ნინო, რასაც ვამბობდით, რომ აუცილებლად იქნებოდა ესე ვთქვათ მსხვერპლი და რომ არა ჩემი სტატუსი და რომ არა შენარჩუნებული ჩემი სტატუსი და თქვენ იცით ის კადრები სხვათა შორის ამას ხშირად იხსენებენ რაც ახლა აჩვენეთ და აი ის კადრები როდესაც მე ვთქვათ ზონდერებს ვაჩერებ კანცელარიასთან და ვშლი ზონდერებს პრაქტიკულად რითაც მე სამოქალაქო ომი ავაცილე ქვეყანას იმას რატომღაც არავინ არ აჩვენებს ხოლმე და ვისურვებდი რომ მომავალ ჩვენს შეხვედრაზე თქვენ ის კადრები ამოიღოთ კი აუცილებლად მაჩვენეთ იმიტომ რომ მე რო არ ყოფილიყავი პარლამენტის არა იმას უფრო მეტი დატვირთვა აქვს ნინო თავარი ის კი არ არის რას ამბობ თავარი არის რას აკეთებ და მე რომ ეს სიტყვები არ მეთქვა გარწმუნებთ რომ მე იმას ვერ გავაკეთებდი რაც გავაკეთე ეს მაინტერესებს სწორედ ამ სიტყვების თქვენ თვითონ ჯერა თუ იძულებული იყავით ამ სიტყვებით სამწუხაროდ მე ნამდვილად ვიყავი შეცდომაში შეყვანილი როდესაც მე მაჩვენეს ესე ვთქვათ დოკუმენტები რომელიც მე უბრალოდ არ დადასტურდა ხა მე ნამდვილად არ მქონდა იმის საშუალება რომ გადამემოწმებინა დოკუმენტები რომელსაც ვთქვათ შესაბამისი სპეცსამსახურები მაჩვენებდნენ არა მე ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი იმას რომ შეიძლება ეს დოკუმენტები გაყალბებული ყოფილიყო მაშინ ჯერ კიდევ როგორც ჩანს შედარებით გულუწყვილო ვიყავი პოლიტიკაში და უკეთესი აზრი მქონდა ჩემს თანაგუნდელებზე და ვერ წარმოვიდგენდი იმას რომ შეიძლება გააყალბო ჩანაწერი შეიძლება გააყალბო ესე ვთქვათ დოკუმენტი შეიძლება გააყალბო ფირი და ასე შემდეგ სამწუხაროა, თუმცა პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ 7 ნოემბრის და არც ასე ვთქვათ 9 აპრილის 99 წლის და არც 26 მაისის შედარება კატეგორიულად არ შეიძლება და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ის რომ ადამიანები არ დაიღუპნენ 7 ნოემბერს ნამდვილად ჩემი დამსახურება იყო. 26 მაისი იყო სრულიად სხვა ვითარება, როდესაც სახელმწიფომ რეალურად სადამშელო ოპერაცია მოაწყო. აი ასეთი შეცდომების გამო გნებავთ, ასე ვთქვათ, ნებისმიერი თანამდებობის პირის, რომელიც ვიყავით მაშინ ხელისუფლებაში, ზუსტად მოხდა მერე, ესე ვთქვათ, ის სირთულეები, რომელიც ქვეყანას ძალიან ძვირად დაუჯდა და სწორედ ამიტომ წამოვედი მე იმ ხელისუფლებიდან, წამოვედი ესე ვთქვათ, საკუთარი ნებით ქვეყნის უმაღლესი თანამდებობიდან. რა თქმა უნდა, და ესე ვთქვათ, ეს სამწუხაროდ მერე გამოჩნდა, რომ იყო არა მხოლოდ შეცდომები, არამედ იყო ძალიან ბევრი დანაშაულიც, რომელიც გაასმაგდა ჩემი ხელისუფლებიდან წამოსვლის შემდეგ. თქვენ თუ შეადარებთ ვითარებას 2008 წლიდან, თუნდაც ესე ვთქვათ იმით, რომ ჩემი წამოსვლიდან 2 თვეში ომი დაიწყო, ხოლო ჩემი წამოსვლამდე 2 თვით ადრე მე ქვეყანა ომს გადავარჩინე და მე ამის თაობაზე ვისაუბრე ღია ეთერში, დაინახავ ძალიან კარგად, რომ მიუხედავად იმისა, მე გამაკრიტიკებს ადამიანი არ გამაკრიტიკებს, ობიექტურად გამაკრიტიკებს თუ სუბიექტურად გამაკრიტიკებს, მე ნამდვილად ვიცი, რომ ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მე გავაკეთე ძალიან ბევრი რამ ქვეყნის გადასარჩენად, ბევრი შევძელი, ბევრი ვერ შევძელი, მაგრამ ნამდვილად მოვა დრო და ქვეყანაში დაიწერება ობიექტური ისტორია, სადაც ეს ყველაფერი შევა. თუმცა 7 ნოემბერს გამოყენებული იყო ისეთი გაზი, ტყვიები და უკანონოდ და აი ეს მანქანა, რომელიც დაუშვათ ამერიკელებმა. ნინო, მე ეს დეტალები არაფერი არ ვიცოდი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, როცა გამოვდიოდი, იმიტომ რომ მე ამის არც ყურების დრო მქონდა და არ შესაძლებლობა. ეს მართლა არის ვითარება, როდეს მე 7 ნოემბრის კადრები ვნახე დაახლოებით სრულყოფილად ვნახე დაახლოებით 2 წლის შემდეგ. ეს ამ შემთხვევაში ნამდვილად მე ხარც თავს ვიმართლებ, არც არაფერი, უბრალოდ ყვები, რაც არის ფაქტი. დიახ, იყო 7 ნოემბერს გადამეტებული ძალა გამოყენებული, უდაოდ ამის თაობაზე მე ვთქვი და სწორედ ამიტომ იყო რომ მოვითხოვე საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაგრამ 7 ნოემბერს არ ყოფილა არც ჩაკეტილი, ესე ვთქვათ, გასასვლელები, არ ყოფილა არც ისეთი განუზომელი სისასტიკე, როგორიც იყო 26 მაისს და რაც ყველაზე მთავარია, ღვთისწყალობით არ ყოფილა ადამიანური მსხვერპლი და პრაქტიკულად არც ისეთი სერიოზული დაზიანებები, როცა ადამიანები არა, მე ვამბობ ისეთი სერიოზული, როცა ადამიანები პრაქტიკულად სასიკვდილოდ იყვნენ ნაცემი და კომიდან ძლივს გამოყავდათ ადამიანები. ეს უფრო 26 მაისის საილუსტრაციოდ უფრო ჩატარდა და მე როგორც 9 აპრილის მონაწილე მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად მაშინ ჩვენ აი იმ ჯარისკაცებმაც კი კორიდორი გაგვიკეთეს და მოგცეს საშუალება, რომ გავქცეულიყავით, დაგვეტოვა მოედანი. ნინო, სამწუხაროდ, ეხა რაც მოხდა იგივე 7 ნოემბერს, ეს
ეს ხდება ხოლმე ყველაზე, ესე ვთქვათ, ცივილიზებულ ქვეყანაშიც კი, როდესაც ხდება ძალის გადამეტება, როდესაც ხდება დაუშვათ ისეთი მაგრამ რის გამო ხდება? აი ახლა მაგრამ იცით რაშია საქმე? აქ მთავარი ის კი არ არის მარტო რომ დაუშვათ ძალის გადამეტება მოხდა. მთავარი ის არის რომ მერე გამოძიება არ ჩატარდა. მერე არათუ ესე ვთქვათ არ დაისაჯნენ ის ადამიანები, რომლებმაც უკანონოდ იმოქმედეს და არასწორი ესე ვთქვათ ქმედება ჩაიდინეს და ძალას გადაამეტეს, არამედ პირიქით მე როგორც გავიგე, მერე მოხდა ესე ვთქვათ შერჩევა სპეცრაზმელების იმ კრიტერიუმით, ვინ ესე ვთქვათ უპასუხებდა დადებითად კითხვაზე დაარტყამ თუ არა შენ მეზობელ ქალს შენ წინ რომ აღმოჩნდეს. აი ეგ არის ყველაზე დიდი საშინელება და ყველაზე დიდი საშინელება არის სწორედ ის, როდესაც 26 მაისი დაიგეგმა როგორც სადამსჯელო ოპერაცია, როდესაც ადამიანები აუცილებლად უნდა დაღუპულიყვნენ. ეს არ იყო ნამდვილად 7 ნოემბერს. 7 ნოემბერს უბრალოდ იყო, ესე ვთქვათ, ასევე ალბათ ჭუის სწავლება. არც ის იცოდით 7 ნოემბერს, რომ იუსტიციისა და თავდაცვის სპეცრაზმები იყვნენ. არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე პატრიარქთან ვიყავი, როცა დარბევა დაიწყო და ნამდვილად არ ვიცოდი ამის თაობაზე, თუმცა პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ურცხვად და უტიფრად მოიტყუა ბატონმა ნიკარურუამ, ბატონმა მერაბიშვილმა, როდესაც მე მათ ვკითხე, რომ მაინტერესებს მეთქი ვინ იყვნენ ის ჯინსებში ჩაცმული ხალხი, რომელიც იგივე იმედში შევარდა, ვინ არიან მეთქი და უთხარი კიდეც პირდაპირ ბატონ რურუას, რომ ამბობენ, რომ ეს ესე ვთქვათ, თქვენთან დაახლოებული ადამიანები არიან მეთქი, ნუ ხა მე ძალიან მიჭირდა ნინო, იცით, ეხა ეთყობა ძალიან უნდა გამომევლო ეს უმძიმესი 5 წელიც მთელ ჩემ წინა ცხოვრებასთან ერთად, ოპოზიციის ცილის ოპოზიციაში ყოფნის ცილისწამების, დევნის და რა ვიცი 1000 უბედურების, რომ უფრო ადვილად დამეჯერები ხარ, როცა ადამიანი ზის თვალებში გიყურებს და შვილებს იფიცებს, ცოლს იფიცებს, ღირსებაზე ლაპარაკობს და გეუბნება, რომ არა იცი, ესე ნამდვილად არ არის და სინამდვილეში ესეა და ისეა. ნუ ძაახა, როცა არა გაქვს დამამტკიცებელი საბუთი, ძალიან ძნელია. თუმცა იგივე ჯინსებიანები გამოჩნდნენ 26 მაისს. გალბატონო ნინო, ბადრი ბიწაძეს სახელი და გვარი ახსენდა მერაბიშვილმა, რატომ, როგორ ფიქრობთ? ეს იყო მორიგი რაღაცა ესეთი დაშანტაჟების. იცით რა, ნინო, მერაბიშვილმა კიდევ მან იცის რომ ახლა თქვენ არა ხართ ის ადამიანი, რომელიც რაღაცას მოერიდება და აი რადგან ბადრი ბიწაძე გიხსენეს, ამიტომ ახლა გაჩუმდებით და სახში წახვალთ, ხო? ეს ხომ სასაცილოა. აქედან გამომდინარე, რა არგუმენტით ხო არ იცით? აი როგორ ფიქრობთ? არანაირი არგუმენტით, ნინო, მას რომ არგუმენტი ჰქონოდა, ხა თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ, რას რამდენი ენერგია ჩადო ნაციონალურმა მოძრაობამ იმაში, რომ სულ 7 ნოემბერზე ყოფილიყო საუბარი და იმაზე მეც ლაპარაკობენ, ჩემზე ლაპარაკობდნენ, მათ შორის ოპოზიციაც, ვიდრე დაუშვათ რეალურად 7 ნოემბერს ადამიანების დამრბევებზე. ანუ ერთხელ არავის უხსენებია, ასე ვთქვათ, ჩემს მიერ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები, ანუ ეს იყო აბსოლუტურად დადგმული შოუ, რომ რადაც არ უნდა დაჯდომოდათ, აი ეს ესე ვთქვათ, ნეგატივი 7 ნოემბრის მთლიანად წასულიყო ბურჯანაძეს. ეხა რამე რომ ყოფილიყო მიახლოებული ბადრი ბიწაძესთან დაკავშირებით, ჯერ ერთი ეხა ის იყო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხო? ეხა როგორ უნდა დაეგეგმა მას ეს ოპერაცია, ნუ ეს ხო მისი იდეა იყო სასაცილო არის. საერთოდ არ იყო ბიწაძე ნამდვილად იქ, როდესაც ეს საკითხი ხილებოდა და არც მე ჩვენ უბრალოდ სახში ვიყავით, იმიტომ რომ არ ვიცოდით რომ ამას იხილავდნენ. ჩვენ ზურგს უკან ხდებოდა ეს. ამას მერაბიშვილი 100.000 ჯერ წამოგვაძახებდა ნინო. ან მერაბიშვილი, ან მისი ირგვლივ მყოფი ადამიანები. მე ხა ნამდვილად ვერ დავიწყებ სერიოზულად ლაპარაკს ახლა ციხეში მყოფი განწირული ადამიანის განცხადებებზე, მაგრამ ერთი რამე შემიძლია გითხრათ. აი ამ განცხადებით მერაბიშვილმა კიდევ ერთხელ მე პირადად შემახსენა, რომ ეს არის ხალხი, რომელთა არც შეცოდება შეიძლება, არც დანდობა შეიძლება პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, და არც მათთვის პატიება არ შეიძლება. იმიტომ რომ მე არ ვიყავი იმ სასამართლოზე არავითარ შემთხვევაში ნიშნის მოგების პოზიციიდან. მიუხედავად იმისა, რომ იმ დარბაზში, სადაც ახლა ვანო მერაბიშვილი განსასჯელის კამზეზის მიდიოდა ჩემი მეუღლის სასამართლო პროცესი და ჩემი თანამებრძოლების სასამართლო პროცესები, რომელზეც მე ასევე მოწმის სახით ვიყავი დაკითხული, მე არ მქონდა იმის გამარჯვებულის განცდა, რომ აი მერაბიშვილი ახლა ზის განსასჯელის კამზე. მე არ მიხარია ის, რომ მერაბიშვილი განსასჯელის კამზე ზის. მე გამეხარდებოდა, რომ მერაბიშვილი და ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი გინდა სააკაშვილი ლამის ნობელის პრემიის ლაურეატები გამხდარიყვნენ, ისე კარგად აეწყოთ ქვეყანა, ხო? მაგრამ რეალობა სხვა არის. რატომ არ იძლევენ 2007? მე არ მქონდა ეს განცდა, მაგრამ ამ რეპლიკით კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ ეს არის ხალხი,
რომელიც პოლიტიკურად ბოლომდე უნდა გაანადგურო და მათ არანაირი შანსი ქვეყანაში ხელისუფლებაში მოbrunების არ უნდა მისცეს. აი ძალიან საინტერესო თემა წამოწიეთ ახლა ქვეყანაში პოლიტიკაში დაბრუნების შანსი. არა, დაბრუნების კი არა, ვთქვათ, რეალურად არც არ წასულა. მომძლავრების შანსი, ეს ერთი და მეორე. როგორ ფიქრობთ, რატომ არ იძიებენ? აი დღესაც რატომ არის თაროზე შემოდებული 2007 წლის? ვერ გეტყვით. ეს სხვათა შორის უნდა გაეკეთებინა წინა პარლამენტს, ჩემი ესე ვთქვათ კატეგორიული მოთხოვნით და ასევე უნდა გაეკეთებინა ამ პარლამენტსაც. მას ჰქონდა შანსი, რომ ამ წელიწადნახევრის განმავლობაში შეექმნა კომისია, რომელიც შეისწავლიდა. მე ძალიან ვარ ნინო დაინტერესებული. აი სისხორცეულად ერთხელ და სამუდამოდ რომ დამთავრდეს ამ 7 ნოემბერზე ლაპარაკი ჩემთან მიმართებაში. მე ვარ სისხორცეულად დაინტერესებული. მე ზუსტად ვიცი რომ მხოლოდ სხვათა შორის ერთხელ ქალბატონმა სევდია უგრეხელიძე მითხრა ეთერში, როცა მას რამდენიმე მაგალითი მოუყვანე 7 ნოემბერს ჩემი მოქმედებისა, ჩვენო მაშინ ქალბატონინო ლამის ძეგლი უნდა დაგიდგათ და დიფირამბები გიმღეროთო და თუ ეგეგრია, მაშინ რატო არ ვიცით ამის თაობაზეო. მე არავისგან ძეგლის დადგმას არ ვითხოვ, არც არავისგან ესე ვთქვათ განსაკუთრებულ ხოტბას არ ვითხოვ ნამდვილად, მაგრამ ნამდვილად მინდა რომ ობიექტური ინფორმაცია იყოს ყველაფერზე, მათ შორის 7 ნოემბერზე, რაც ეხება ჩემი ხელისუფლებაში ან თუნდაც ოპოზიციაში ყოფნა. და ვერ ახსენეთ რატომ არის გაჩენილი? მე ვერ ხსნი რატო არ არის გამოძიებული 7 ნოემბრის ამბავი. მე ვერ ხსნი რატომ არ არის გამოძიებული ჟვანიას მკვლელობა მიუხედავად იმისა, რომ წელიწადია უკვე გვეძახიან, რომ დღეს გახსნიან, ხვალ გახსნიან, ერთი კვირა დარჩა, ორი კვირა დარჩა. მე ვერ ხსნი რატომ არ არის გამოძიებული 2009 წლის მოვლენები. ვერ ხსნი რატომ არ არის გამოძიებული 2008 წლის ომი. ვერ ხსნი რატომ არ არის წესიერად და ბოლომდე ძალიან სერიოზულად გამოძიებული 26 მაისი. რატომ არ არის გამოძიებული თუნდაც პოლიციელის დაღუპვა და სხვათა შორის არა მარტო პოლიციელის, სხვა დაღუპულებისაც, იმიტომ რომ აი ეთერებს რომ მოусმინო და სიტუაციას რომ უყურო, დაგჭება შტაბ-ეჭდილება, რომ მარტო პოლიციელი გარდაიცვალა, რომ მარტო მას აყავს ოჯახის წევრი, მარტო მას აყავს დედა და სხვა გარდაცვლილებს, რომლებიც ზოგი სახურავზე შემოაგდეს, ზოგი ცემით მოკლეს და ზოგს კიდე რა უქნეს კაცმარიც, ის იმას არც დედა ყავს, არც ოჯახის წევრი ყავს, არავინ არ აყავს. მე კატეგორიულად ვითხოვ აი ამ ყველა საქმეების გამოძიებას, მაგრამ არ მგონია რომ ქართულ ოცნებას ამის თავი ჰქონდეს. თავი თუ სურვილი, აი ეს არც ერთი და არც მეორე. აი მეორე სურვილი რატომ შეიძლება? ვერ გეტყვით. ვერ გეტყვით. ქალბატონინო, როდის შეხვდით ბოლოს, ანუ ხელისუფლების შეცვლის შემდგომ, შეხვდით იმ პოლიციელის, დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრებს? დიახ, მე შევხვდი მათ ორჯერ, დედას არა, მიუხედავად იმისა, რომ მე შევთავაზე, უბრალოდ ამ დაღუპულის დას ვუთხარი, რომ მე მზადა ვარ დედასთან მივიდე, უბრალოდ მე არ მინდა რომ ეხა მას განუახლოთ კივილი მეთქი და თუ ის არის მორალურად მზად ამისათვის მე მზადა ვარ მივიდე მეთქი, მაგრამ ძალიან კორექტული იყო სხვათა შორის ჩვენი შეხვედრის დროს დააც სიძეც და მითხრა რომ არა იქნებ სხვა დროისთვის გადავდოთ. დიახ, ეს იყო ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, იმიტომ რომ როგორც მე მივხვდი 1 ოქტომბრამდე მათ ეშინოდათ ხმის ამოღების. ჩვენ მე ადრე მათ ადვოკატიც გავუგზავნე, შევთავაზე რომ ერთობლივად გამოგვეძიებია ეს საქმე და დაგვემტკიცებინა სიმართლე სინამდვილეში რა არის. მე ვიცი რომ ოჯახი ძალიან სერიოზულად ესე ვთქვათ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ოფიციალურ ვერსიას. ამის თაობაზე მე მითხრა და მესაუბრა მისმა დაღუპულის დააც და მისი ესე ვთქვათ მეუღლეც ანუ სიძეც. მეორე შეხვედრაზე უკვე შევხვდით დას ადვოკატთან ერთად, მაგრამ რა მოხდა შემდეგ, რატომ განაცხადა ოჯახმა შემდგომ გაგრძელებაზე თანამშრომლობის გამოძიების თვალსაზრისით უარი, მე ამას ნამდვილად ვერ ვხსნი. ეს შეიძლება იყოს შიში გარკვეული შანტაჟი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, რომელსაც აქვს ბერკეტები, რომ დააშანტაჟოს ადამიანები, ვინც მათთან იყვნენ დაკავშირებული და ეს პოლიციელი ძალიან მაღალჩინოსანი იყო კუდის და როგორც ჩანს, ბევრი რამ იცოდა და შეიძლება ოჯახს აშანტაჟებენ. ახლა სხვა რამეს მე ვერ ვიფიქრებ, ახლა ვერც დაუშვებ იმას, რომ შეიძლება ოჯახმა დაუშვათ რაიმე მატერიალური საფასურის ფასად ხმა არ ამოიღოს გარდაცვლილის ნამდვილი მკვლელის საპოვნელად. ამიტომ ალბათ შანტაჟია. ანუ დამ გითხრათ არა თუ მეგობარმა რომ თვითონ გარდაცვლილი ამბობდა რომ მე ეს მე მითხრა სიძემ რომ გარდაცვლილის მეგობარმა მათ უთხრა რომ გარდაცვალებამდე 2 თუ 3 დღით ადრე პოლიციელმა უთხრა თავის მეგობარს რომ მან იცოდა ისეთი რამ რომ შეიძლება მოეშორებინათ თავიდან და მერე მე კიდევ სხვა მხრიდან გავიგე ეს ინფორმაცია. მან იცოდა რაღაც ისეთი რის გამოც მას ეშინოდა რომ მოკლავდნენ.
და თვითონ ის ექსპერტიზამ დაასაბუთა და აი ეს საქმეც როდის დამთავრდება ამ საქმის გამოძიება. არა, ეს საქმე არ დაუწყიათ გამოძიება მიუხედავად იმისა, რომ მე კატეგორიულად ვითხოვდი ამას წინა ხელისუფლების მხრიდანაც და მე სპეციალურად შევხვდი ბატონ არჩილ კბილაშვილს, როცა ის მთავარი პროკურორი იყო და მას თხოვნით მიმართა, რომ გამოეძიებინა. და ეხლა თუ არაპირებთ რომ მიმართოთ? ეხლა ყველა ეთერში ვამბობ, ნინო, ეხლა პროკურატურაში ვერ დავჯდები საშიმშილოდ ნამდვილად, ამას ნამდვილად არ ვაპირებ და მთავარ პროკურორს ერთხელ მივმართე, განცხადება შევიტანეთ, გაზეთების საგაზეთო ინტერვიუებში ვამბობ, ჩვენების უბრალოდ ახსნა განმარტების მიცემის დროს, მოწმის ჩვენების დროს განვაცხადე სასამართლოზე, თქვენი ეთერით ვამბობ და ეხლა მეტი რა უნდა გავაკეთო. ქალბატონო ნინო, აი თქვენ ამბობთ, ბერკეტები, ნაციონალური მოძრაობის ბერკეტები, პოლიტიკაში მომძლავრ ისევ რაღაცა ბერკეტების ხელში ჩაგდების მცდელობა, რამდენად რეალურად მიგაჩნიათ? იცით რა არის? საზოგადოება რაღაცა რადიკალიზაციისკენ მიდის და ეს მე ძალზე დამსიამოვნებს, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ ნაციონალურ მოძრაობას ყავს თავის ელექტორატი, ანუ ის მასა ადამიანების, რომლებიც არასდროს არ გახდებიან დაუშვათ სხვა რომელიმე პარტიის გულშემატკივარი და მაგრამ ესეთი ძალიან ცოტა. კი, მაგრამ არიან, ხო? კი, არიან უდაოდ. კი ბატონო. რა განაპირობებს თითქმის ყველას აქვს იმის შიში, რომ თუ ასე გაგრძელდა ნაციონალური მოძრაობა მომძლავრდება უფრო და უფრო. და არ მომძლავრდა უკვე ნინო? ვინ ვიფიქრებდით? შარშან ამ დროს რომ ნაციონალური მოძრაობა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გაბედავდა და მეორე შედეგს დააფიქსირებდა. ეს როგორ უნდა მოენდომებია ქართულ ოცნებას, რომ ეს მომხდარიყო? აბსოლუტური უსუსურობა ქართული ოცნების. აბსოლუტური უნარობა, აბსოლუტური პოლიტიკური იმპოტენცია და სამწუხაროდ ამას მერე დაემატა ბიძინა ივანიშვილის გაუთავებელი განცხადებები, რომ მეორე ადგილზე გადის ბაქრაძე, ეს ძალიან ცუდად გამოიყენეს ეს გამოყენებული იქნა იმისათვის, რომ ხალხი დაეშინებიათ, რომ თუ მარგველაშვილი არ გავა, მაშინ ბაქრაძე მოიგებს, რაც იყო აბსოლუტური ტყუილი. მაგრამ ეს ტყუილი ძალიან ძვირად დაუჯდება ქართულ ოცნებას და რაც თავარია თითოეულ ჩვენგანს. იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა მომძლავრდა, ნაციონალური მოძრაობა დღეს ლაპარაკობს თავარი ოპოზიციური ძალის სახელით და რიხით და მოდი ვთქვათ, რომ ფორმალურად მას ამის უფლება დღეს აქვს. თითს რომ უქნევდა რომელიღაც აღარ მახსოვს ბიძინა ივანიშვილს და ღარიბაშვილს წესიერად გველაპარაკე ყოველმა მეოთხე მოგცა ხმა საქართველოშიო. თით რა, ნუ ხა რომ ვიყო ცოტა უფრო ესეთი ადამიანი, ნიშს მოუგებდი ბიძინა ივანიშვილს. მაგრამ ეხა ეს ფრაზა თვითონ რომ ყოველმა მეოთხემ ნაციონალებს მოგცა ხმაო, იმდენად შემაძრწუნებელი იყო ჩემთვის, რომ ნიშნის მოგების თავი აღარ მქონდა. ეს არის აბსოლუტურად პირადად ბიძინა ივანიშვილის დამსახურება სამწუხაროდ ნებსით თუ უნებლიეთ, იმიტომ რომ მისმა განცხადებებმა მე მქონდა მაგალითად ესეთი შემთხვევა, სხვათა შორის ფირზია აღბეჭდილი, როცა ბორჯომში ერთ-ერთი ქალბატონი შეხვედრაზე მოსული, მეუბნება რომ ქალბატონინო, თქვენი დიდი გულშემატკივარი ვარ, ძალიან მიყვარხართ, ძალიან მინდა თქვენ გახდეთ პრეზიდენტი, მაგრამ ეხლა ალბათ მარგველაშვილს მივცემ ხმას, იმიტომ რომ გუშინ რომ ბიძინა ივანიშვილმა თქვა რომ მეორე ადგილზე გავა ბაქრაძეო, ამის წარმოდგენაც კი არ შემიძლია და იმათი შიშით რომ იმათ არ გაიმარჯვნონ, მარგველაშვილს უნდა მივცე ხმაო. აი მე არ ვიცი ხა ეს განცხადება როცა გააკეთა ივანიშვილმა მას ჰქონდა თუ არა გაცნობიერებული რა შეიძლება ამას მოყოლოდა მაგრამ მისმა განცხადებებმა რომ მეორე ადგილზე გადის ბაქრაძე მეორე რომ შეიძლება არ ქონოდა გაცნობიერებული არა მე მინდა ვიფიქრო რომ არ ქონდა გაცნობიერებული იმიტომ თუ გაცნობიერებული ქონდა და მაინც ეს გააკეთა მაშინ ეს გარიგება ყოფილა ქალბატონინო ნავარომ განაცხადა არა ნავარომ რა განაცხადა კი მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ნავარუსი არ ჯეროდა შარშან ოქტომბერში და რაღაცა ეხლა ასე ვთქვათ გაუტყდა ნავარუსი ყვავილის ქოთანი ობიექტური ის ქონდა კვლევები შედეგებიდან თუ ვიმჟერებ ხო მაშინდელი უფრო მიახლოებული იყო ხა თუ ქართულ ოცნებას არ ჯეროდა ნავაროს და სხვების კვლევების შარშან ოქტომბერში, რატომ დაიჯერეს ეს კვლევები მაინცა და მაინც წელს ოქტომბერში. გადაცემის დასაწყისში შარშან წინ და შარშან. თქვენ გადაცემის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ არჩევნები კი არ შედგა, უბრალოდ დაინიშნა მარგველაშვილი. ესე არ არის? რატომ დათანხმდით მაშინ აი ამ 10%-ს? რატომ აღიარეთ? რატომ არ გაუწიეთ წინააღმდეგობა? რა წინააღმდეგობა უნდა გამეწია? არ გიღიარებიათ ეს არჩევნები? არა, მე არ მიღიარები არჩევნები. მე ვაღიარე ფაქტი, რომ არჩევნები შედგა, მაგრამ იქვე ვთქვი, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს.
გავაპროტესტებთ, მართლა გავაპროტესტებთ ყველგან, ყველა ინსტანციაში დაწყებული, ისე ვთქვათ, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან სასამართლოებით გაგრძელებული, მაგრამ იქ ისეთი მექანიზმები ამუშავდა, ნინო, სანამ ჩვენ იმას გავარკვევთ და მით უმეტეს სანამ ამას ევროპელები და ამერიკელები მიხვდებიან, იმიტომ კი არა, რომ ვინმეზე ნაკლები გონიერები არიან, უბრალოდ ხა მართლა, ესე ვთქვათ, ნოუ-ჰაუები, ახალი აღმოჩენები საქართველოს საარჩევნო სივრცეში ძნელად გასაგებია ცივილიზებული დემოკრატიული სახელმწიფოს წარმომადგენლებისათვის. და ხა რატომ გაჩერდით, იცით რა, მე შემიძლია ნინო და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ღმერთმა არ ქნა ქვეყანაში კვლავ დადგება ისეთი ვითარება, როგორიც იყო, თქვათ, 26 მაისამდე, როდესაც ქვეყნის ყოფნა არ ყოფნისათვის მნიშვნელოვანია, რომ საპროტესტო აქცია ჩაატარო, ქუჩაში გამოხვიდე, ასეთ შემთხვევაში მე კვლავ მოუწოდებ ჩემს მომხრეებს, ან შევუერთდები სხვას, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო და ღირსება და მომავალი დავიცვათ, მაგრამ ეხა იმის გულისთვის, რომ მე პრეზიდენტი რატომ არ გავხდი მეთქი, მე ქუჩაში ხალხს ნამდვილად არ გამოვიყვანდი, ამას არც არავითარი აზრი არ ექნება. 8 აპრილზე ორი სიტყვით, ანუ ეს იყო ძალზე კონკრეტული მცდელობა იმისა, რომ აფხაზეთში შესულიყვნენ და რას მიიღებდნენ ამით. იქნებ აქ იყო, ხო, სწორედ ამიტომ, იქნებ ამიტომ კეთდებოდა ეს, რომ ნატოში ნინო, მე ამიტომ ვითხოვ გამოძიებას, იმიტომ რომ ბოკერია დღეს ძალიან დიდი გონორით რომ გველაპარაკება და ესე ვთქვათ, პოლიტიკურ სიბრიყვეზე საუბრობს, მის პოლიტიკურ სიჭკვიანეს შეეწირა ქვეყნის ტერიტორიების 20%. ამიტომ მე რა თქმა უნდა მაინტერესებს ნამდვილად, რომ გავარკვიოთ ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილს არა მარტო ურჩევდნენ, არამედ პრაქტიკულად ატერორებდნენ და უბიძგებდნენ, რომ ომი დაეწყო. ადამიანები, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ ჩვენი ერთი ჯარისკაცი ჯობია 50 რუს ჯარისკაცს. ოღონდ ვერც გიტლერის და ვერც ნაპოლეონის ერთი ჯარისკაცი ვერ ჯობდა 50 რუს, ხო? მარტო ჩვენ ქართველებმა ვაჯობეთ, რომ ჩვენი ტანკები ჯობია მთელ რუსულ არმიას თურმე, რომ ჩვენ აუცილებლად მეორე დილით ცხინვალში ვიქნებით და ყველაფერი კარგად იქნება. მე მაინტერესებს ეს ადამიანები, ბოკერია, მერაბიშვილი, ლომაია, იგივე ბატონი ვაშაძე და სხვები, საგარეო საქმეთა მინისტრი ყავს ხედველობაში, ქალბატონი ტყეშელაშვილი, აღარ მახსენდება ახლა კიდევ ვინ იყვნენ იქა. ნუ ბაქრაძე თავის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მე მაინტერესებს ეს ადამიანები ამას სიბრიყვით აკეთებდნენ თუ აკეთებდნენ კონკრეტულად შეგნებულად ან ვინმეს დავალებით ან რაიმე სხვა მოტივაციით. ჩემთვის როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის მნიშვნელობა ადამიანი ნინო უნდა ვთქვა, ვინც იყო ამის წინააღმდეგი, ეს იყო ბატონი გელა ბეჟუაშვილი. მე დარწმუნებული ვარ, ბეჟუაშვილი ამას ნამდვილად არ უარყოფს, რაც ხდებოდა იმ პერიოდში, იმ ასე ვთქვათ, ვითარებაში და არც იმ დავებს, როდესაც ორი ადამიანი მიჩევე წინააღმდეგეთ სააკაშვილს, რომ ჩვენი ერთი ჯარისკაცი 50 რუს ნამდვილად სამწუხაროდ არ უდრის მეთქი, ეს ვიყავით ბატონი გელა ბეჟუაშვილი და მე. რას აპირებს ნინო ბურჯანაძე და პოლიტიკური ჯერ ერთი ვაპირებ ძალიან აქტიურად გავაგრძელოთ ბრძოლა, რომ გამოვიბრძოლოთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, იმიტომ რომ დღეს უკვე ნინო აბსოლუტურად ყველამ, არასაპარლამენტო ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებმაც ხაზი გაუსვეს იმას, რომ თუ არაფერი არ შეიცვალა საარჩევნო გარემოში, ეს არჩევნები ვერ იქნება ლეგიტიმური და ვერ იქნება თავისუფალი და დემოკრატიულიო, ამით აღიარეს, რომ ასეთივე საარჩევნო გარემოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები ასევე არ იყო ლეგიტიმური. არა, მე არც ვამბობ, რომ არა, შეიცვლება იმედია, იმიტომ რომ ჩვენ მქონდა გუშინ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა, რომელიც საკმარისად გამოცდილია, რომ კარგად აცნობიერებდეს და მან დაინახა, რას ნიშნავს, ასე ვთქვათ, ბოიკოტი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესის არასაპარლამენტო ოპოზიციის და არასამთავრობოების მხრიდან. გუშინ საკმაოდ კონსტრუქციული დიალოგი შედგა და მე ნამდვილად იმედი მინდა ვიქონიო, რომ ის დაპირებები, რაც გუშინ იქნა, ასე ვთქვათ, გაცემული და მზაობა, რომ კომპრომისი იქნეს მიღწეული, ნამდვილად იქნება ბოლომდე მიყვანილი და მომავალ ორშაბათს ველოდებით ჩვენ როგორც შევთანხმდით პასუხს ბატონი უსუფაშვილის მხრიდან. ნამდვილად მენდომება, რომ შეიცვალოს. ეს არ არის, ესე ვთქვათ, აბსოლუტურად დრამატული შეცვლა, მაგრამ მნიშვნელოვანწილად შეიცვლება, ესე ვთქვათ, გარემო და რაღაცა შანს გააჩენს იმისას, რომ მეტნაკლებად, ესე ვთქვათ, კონკურენტული გარემო იყოს, თუმცა როცა ერთ მხარეს არის ბიძინა ივანიშვილი თავისი 7 თუ 8 მილიარდით და მეორე მხარეს არის ნაციონალური მოძრაობა ასევე არაერთი მილიარდით დაუთვლელით ამ შემთხვევაში და ორივეს აქვს სახელმწიფო რესურსი, ადმინისტრაციული რესურსი, ორივეს აქვს ტელევიზია და ორივე იყენებს ყველა ამ რესურსს ძალიან ინტენსიურად. აქ მესამე ძალისთვის ან ძალებისთვის ძალიან რთული ვითარება, მაგრამ ჩვენ მაინც ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ არ შეიძლება ქვეყანა წავიდეს იმ სისტემით, რა სისტემითაც ახლა მიდის, როდესაც რეალური ერთპარტიულობა ჩაანაცვლა ხელოვნურმა ორპარტიულობამ, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ მართლა ძალიან დიდი
დიდი შანსია იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა მობრუნდეს და გარწმუნებთ თუ არა ჩვენ, მე და ჩემი პოლიტიკური ძალა და ალბათ კიდევ სხვა ვინც ესე ვთქვა, ჩვენი თანამებრძოლები იქნებიან ამ ბრძოლაში, თუ არა ჩვენ ასე თუ გაგრძელდა, ქართული ოცნება ნებსი თუ უნებლიეთ მოაბრუნებს ნაციონალურ მოძრაობას ხელისუფლებაში და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სერიოზულ შედეგს დადებს ნაციონალური მოძრაობა, საპარლამენტო არჩევნებშიც და ქართული ოცნება ძალიან ცდება, თუ ფიქრობს, რომ ნაციონალური მოძრაობა გამარჯვების შემთხვევაში მათთან კოჰაბიტაციას დაიწყებს. გეთანხმებით. დიდი მადლობა ქალბატონინო, იმედია რომ თუმცა ჩვენ არ დაუშვებთ ნაციონალური ხელისუფლების მობრუნებას და ასეთ შემთხვევაში თუ საჭირო იქნება, პირდაპირ შემიძლია გითხრათ აქციებსაც მივმართავთ, ყველა კონსტიტუციურ გზას მივმართავთ იმისათვის, რომ ცინიკოსები, ესე ვთქვა, თავხედები რომლებიც ბედავენ იმ ყველაფრის მერე, რაც საქართველოს უყვეს, სხვა რომ არაფერი შეშლოდაც, არც ცოცხები ყოფილიყო, არც ადამიანის უფლებების დარღვევა ყოფილიყო, მარტო ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა არის საკმარისი იმისათვის, რომ პოლიტიკურ ძალას წლების და ათეული წლების განმავლობაში ხმა ვერ ამოიღო და პრეტენზია ვერ გამოეცხადებინა ხელისუფლებაში მობრუნებისთვის. ეს არ უნდა გამოიწურა. დიდი მადლობა რომ მობრძანდით და იმედია რომ ხშირად გვესტუმრებით და თქვენი პაუზა უკვე დამთავრებულია. დიდი მადლობა. ჩვენ სულ ცოტა ხანში დაბრუნდებით დროებით.